მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ საუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე, ჩვენ ვიწყებთ ახლა ახალ ვიდეო ვლოგს, ასე რომ სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. პირველ რიგში სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, ტრადიციისამებრ მოგიწოდებთ, რომ თუ გამოწერის გარეშე უყურებთ ჩემ ვიდეოებს, აუცილებლად გამოიწეროთ, მოიწონოთ, დააკომენტაროთ და რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, მონიშნოთ ზარის ნიშანი ჩემი ვიდეოს ქვემოთ, გამოწერის გვერდზე აუცილებლად გამოჩნდება. ახალ ვიდეოს რაც შეეხება, ეს არის ვიდეო ვლოგი, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა იმ კადრს, რაც მაქვს აქამდე უკვე გადაღებული. ბოლოში შევაჯამებთ დასრულებულ ნივთებს და ესეთი მაქვს უკვე 2 ცალი და აბსოლუტურად ყველა იმ პროცესს, რაზეც ახლა ვმუშაობ. წინა ვიდეოში დაგბირდით, რომ ყველა პროცესს, რაც მაქვს ჩხირებზე და ყაიზნაღებზე, შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთქო და ვასრულებ კიდევაც, ასე რომ დარჩით ჩემთან. მოიმარჯვეთ ცხელი სასმელი, იმიტომ რომ ძალიან აგვიგრილდა შესაბამისად. გაგამხნევებთ აი ამ გრილ ამინდებში რაიმე ცხელი ყავა, ჩაი, კამპოტი, რომელიც ძალიან მიყვარს სხვათა შორის და მოკლედ სასიამოვნოდ გავატაროთ ერთად დრო. ახლა ჩავსვამ ყველა იმ ნაწყვეტს, რაც უკვე მაქვს გადაღებული, ბოლოში დაგიბრუნდებით და შევაჯამოთ. დიდი ხანია ჩემი ფისოს უცნაურ პოზებში ძილი არ დამიდია. აი ესე სიგრილეში არის მოკალათებული. არ იცის რომ დღე-დღეზე გრუმინგი ელოდება. მირანეირი ხარ რა. გაბურწკნული. გრუმინგიო. არა ლოდი შიშო, გელოდება. რო არ მავარცხნინებ თავს და ხარ გაბურწგნული, პროფესიონალები დაგვარცხნიან და დაგბანენ. ძიმე ბოდარა. ფიხუნია. დაიჭი. დღეს 11 სექტემბერია, ქსოველების შეხვედრა გვაქვს. რომლის შესახებაც პოსტი მქონდა გაკეთებული როგორც Instagram-ზე, ასევე YouTube-ზე, თუმცა აი ჩვენი ამინდი დილიდან გრუხუნი 1-3 საათიანი ალბათ წვიმა არ გაჩერებულა, პლუს ამას იქ სადაც მივდივართ შესახვედრად. მომწერეს რომ მთელ ქუჩაზე პეკინზე არ არის შუქი, მათ შორის იმ კაფეშიც რომელშიც უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვეტე რომ მაინც არაფერი არ გავაუქმო, მივიდეთ, იქნება და ამასობაში შუქიც ჩაირთოს და მაინც სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. ნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრით, ადგილზე რამდენიმე ვიდეოს გადავიღებ, მაინც რომ გაგიზიაროთ რა იყო და როგორ იყო, ასე რომ ვნახოთ რა იქნება. люблю вязать.
Прекрасно. И вот. დღეს დავიწყე კომბინიზონი, იმიტომ რომ დავამთავრე ერთი ძალიან დიდი ხნის პროცესი და დავიწყე კომბინიზონი, რომელიც შევპირდი მეგობრებს, რომლებსაც მალე ბავშვი უნდა შეეძინოთ. უკნიდან ესეა შეკრული, მაგიტომ თლად მთელი მონაცემები არ ჩანს, თუმცა ახლა უნდა მივაერთო კიდევ ერთი გორგალი ძაფი და ვფიქრობ, რომ ჯერ მოვგსოვ მკლავებს და მერე გადავალ სიგრძის მოქსოვაზე. ეს არის Yarnard Imperial Merino, სადაც გვაქვს 100% შალი და მონაცემები გვაქვს 50 გრამში 100 მეტრი. საკმაოდ კარგი საქსოვი ძაფია, ანუ სამუშაოდ ძალიან კარგია. ვქსოვ 5.5 თუ 5 მმ კუბიკის ჩხირებით. წესით უნდა გამოჩნდეს. 5 მმ კუბიკის ჩხირებით, საყელო დავიწყე 3.75 და ჯობდა 4-ით გამეკეთებინა, იმიტომ რომ ძალიან ჭიდრო გამოვიდა, თუმცა ეს არის ორმაგი ფენა. აი ეგ ნახრეტი აქვს, სადაც უნდა გავატარო შესაკრავი ზონარი და პლანკას, როდესაც მოვგსოვ, აქ იქნება შესაკრავი, პლანკაზე იქნება ღილები, მოკლედ ძალიან საყვარელი გამოვა. დღეს დავიწყე ქსოვა და 1.50 გრამიანი გორგალი საღამოს უკვე მოვგსოვე სამსახურის პარალელურად, ეხლა მეორეს მივამაგრებ, მოვგსოვ მკლავებს და მერე რაც დამრჩება შევინახავ ტოტისთვის, შარლის ტოტისთვის, ავიღებ ახალს, მოვგსოვ სიგრძეს სრულად და აქედან მორჩენილით მოვგსოვ მეორე შარლის ტოტს. წესით ყველაზე კარგი ვარიანტი ეგრე იქნება, რომ ბევრი კვანძები არ გამომივიდეს. ხოლო, როდესაც კომბინიზონს მორჩები, უნდა მოვგსოვო ქუდიც. ასე რომ ხვალ მინდა გადავიღო დასკვნითი ვიდეო, სადაც გაჩვენებთ დასრულებულ ნივთსას და ამ ეტაპზე არსებულ პროცესებსაც, შევაჯამებთ ყველაფერს და მერე უკვე ამას დავამთავრებ და მოვგსოვ ქუდს. და მერე სხვა დანარჩენი, რაც იქნება ნელა-ნელა მოსაქსოვი. პლუს ამას საქსოვ აღჭურვილობაში მაქვს სიახლე, რომელიც ოთახში შემოსვლის დროს ყოველ ჯერზე, მით უმეტეს საღამოს, როცა ოთახში შუქი არ არის, პირველი რეაქცია მაქვს ხოლმე შიში და მერე, რა თქმა უნდა, მახსენდება, რომ არაფრის არ უნდა მეშინოდეს და გადამაქვს ხოლმე გონე, ანუ ფიქრები სხვა რამეზე. ეს არის აი ესეთი მანეკენი. არეულობას არ მიმჩნევთ, ეს მუდმივი მდგომარეობა და ნელა-ნელა ვცდილობ, რომ შევეგუო ამაზრს. ესეთი მანეკენი შევიძინე, რომელიც არის მეორადი, ცოტა დაზიანებულია, აი ეგერ მხარზეც ეტყობა, თვითონაც გასაწმენდი და მოსაწესრიგებელია, მაგრამ ზომისთვის მჭირდებოდა და ახლა ანუ შიშველი სანამ არის, ცოტა არ იყოს მაშინებს ყოველ ჯერზე, როცა აი კარიდან შემოვდივარ, ან გვერდს გავუვლი და აქ ოთახის კარი ღია და იქიდან არ ეკლილი შუქი აი ამ თეთრს რო ეწემა, ყოველ ჯერზე ისე მეშინია, რომ აი არ ვიცი, ერთი სული მაქვს, როდის მოვიცლი ისე, რომ მოვიცალო აი ამის გასარეცხად, გასაწმენდად, რომ მოვაწესრიგო და რამე აი აქედან რამე ჩავაცვა. ქუდიც დავაფარო, რომ აი ესეთ შიშს აღარ იწვოდეს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩემი ფანტაზიის გათვალისწინებით მერე შეიძლება უფრო მეტად შემეშინდეს, ასე რომ არ ვიცი რა ვქნა. ამას რაც შეეხება, ანუ დღეს აი ეგ კვანძი შემხვდა, კვანძი კი არ შემხვდა რეალურად, აი ესეთი განაჭრელი იყო და გადავწყვიტე, რომ გამომესწორებინა ეს ამბავი და ამას დავმალავ ლამაზად და დანარჩენი ახლა გავაგრძელებ ქსოვას. აი ძალიან მომწონს ნაქსოვი, როგორც გამოდის აი ეს. აი ეს ადგილი რო არა, შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ნაქსოვია. გარიცხვის მერე მშვენივრად ჩაჯდება თვლები და იქნება როგორც ქარხნული.
ძალიან მიყვარს ხოლმე ეგეთი რაღაცეები. ასე რომ ახლა გავაგრძელებ ქსოვას და ნელა-ნელა წავიყვან დასრულებისკენ. გიბრუნდებით შესაჯამებლად. როგორც ნახეთ, ძალიან დატვირთული პერიოდი მქონდა. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი იქიდან გამომდინარე, რომ ვინც არ იცით, გეტყვით, რომ 4 სექტემბერს მე და ჩემო მეუღლემ აღვნიშნეთ პირველი ისეთი მნიშვნელოვანი რაც იყო, აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე ქორწინების, შესაბამისად გვქონდა ისეთი გასვლითი ტური ქალაქში, რადგან სამწუხაროდ ვერ მოვახერხეთ ქალაქ გარეთ გასვლა და ქალაქშივე აღვნიშნეთ, საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარეთ დრო, ვისეირნეთ და პატარა გულდაწყვეტაც გვქონდა, იმიტომ რომ ყველა ტურისტულ ადგილას, სადაც კი მოვხვდით ამ დღის განმავლობაში, იყო ძალიან ცუდი სიტუაცია მუსიკის კუთხით, ლაპარაკის კუთხით, იქიდან გამომდინარე, რომ საერთოდ აღარ არის ქართული ტურისტულ ადგილებში შემორჩენილი არაფერი და თქვენც ძალიან კარგად იცით, რასაც გულისხმობ, ახლა არ ჩავუღრმავდები ამ სიტუაციას. შემდეგი რაც მოხდა ისეთი საინტერესო ამ პერიოდში, დავიწყეთ დახურულ онлайн ჯგუფში, Telegram-ზე და WhatsApp-ში საროჭკის ქსოვა, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და გოგოები უკვე მიგზავნიან ფოტოებს, როგორ ქსოვენ და მიდიან იმ ეტაპამდე, სადამდეც მაქვს მიწოდებული უკვე ინფორმაცია და რაც ძალიან მახარებს, ყველას გამოსდის, ასე თუ ისე ვინც მეხმიანება და ძალიან მომწონს ეს ფაქტი. შემდეგი ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ მთელი ეს პერიოდი ძაფების შენაძენები არ მაქვს გაკეთებული თითქმის ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენების გარდა არც ერთი ივლისის დასაწყისში რომ გაგიზიარეთ პლუს 2 კილოგრამ-ნახევარი ძაფები, იმის მერე ალბათ ჯამში 200 გრამი თუ მაქვს შეძენილი, რაც ძალიან მაბედნიერებს, რადგან მაქსიმალურად ცოტა მიემატა ჩემს მარაგებს და ეს არის არაჩვეულებრივი. აქედან გამომდინარე, რაც მოვქსოვე და რაც დასრულებული პროექტები მაქვს, უმეტესწილად მოაკლდა ჩემს მარაგებს, იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე შეკვეთებზეც თქვი უარი. მოკლედ, ყველაფერი რომ თანმიმდევრობით მოგიყვეთ, დავიწყებ დასრულებული 2 ნივთით, რომელიც მაქვს, რომლისთვისაც ძაფი შევიძინე, თუმცა რეალურად მე არ შემიძენია, იმიტომ რომ ეს შეიძინა ჩემო მეგობარმა და ამთხოვა რომ მომექსოვა მისთვის საბავშვო კომბინეზონი და ნაწყვეტები უკვე ნახეთ, მაგრამ არ მიჩვენებია დასრულებული პროცესი და დასრულებული ნივთი კი გუშინ საღამოს დავასრულე და გამოიყურება აი ასე, ჯერ არ არის გარეცხილი, აი ესე, ფოკუსში რომ მე არ ვიყო, ჯერ არ არის გარეცხილი, შესაბამისად ჯერჯერობით ნაქსოვი დგას მაქსიმალურად, ეს არის 100% მირინოსი, რომელიც არის ურბილესი, სხვათა შორის, ჩემ და გასაოცრად, აქ მნიშვნელობა ქონდა არა მწარმოებელს, არამედ ფერს და სამწუხაროდ ფერი ჩემთვის ნაცნობ მაღაზიებში ვერ ვიპოვე, მომიწია შეკვეთა ონლაინ, გამოვწერე და დიდხანსაც ველოდე და გამბაჟებაც გადავიხადე და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ესეთი კომბინეზონი არის მზად, პროცესში მაქვს, უბრალოდ გეგმაში მაქვს ამ კომბინეზონისთვის წინდები, ესეთია, საყელო. ახლო ფოტოებსაც გადავიღებ და უკვე შემდეგ ვიდეოში ალბათ ჩავსვალ.
მოსაქსოვი მაქვს წინდები და ქუდი, ძაფი მაქვს საკმარისი რომ ორივე ნივთი გავაკეთო. რაც ძალიან მიხარია რომ უკვე გარეცხვამდეც კი ძალიან კარგი გამოვიდა. მომწონს აი ეს დამუშავება, მომწონს ქვემოთ როგორ არის უბის ტერიტორია გაკეთებული. ნაქსოვი საკმაოდ კარგი ნაქსოვი გამოვიდა და ეს რომ გაირეცხება და დარბილდება, კიდევ უფრო მეტად ფაფუკი გახდება. და მოკლედ ძალიან მაბედნიერებს რომ ამდენად ხარისხანი ნივთი გამოვიდა, რომელიც ჩემი მეგობრის პატარას როგორც კი დაიბადება და ხვდება და გაულამაზებს და კომფორტულ გარემოს შეუქმნის ირგვლივ. ესეთი დასრულებული ნივთი მაქვს, რომელიც აი ძალიან საყვარელია და ძალიან პატარაა. მსგავსი ნივთი მანამდე არ მომიქსოვი, ანუ გულისხმობ აი ესეთ საყელოს, რომელშიც ანუ ორმაგი საყელოა გატარებულია ეს ზონარი, რომელიც არეგულირებს ყელზე მოჭერის ინტენსივობას, რომ ბავშვს მაქსიმალურად კომფორტულად კონდეს საყელოს არე. პლუს ღილები, რომელიც მარტივად იხსნება და ცალი ხელითაც არის შესაძლებელი ამ ყველაფრის გაკეთება. და ესე ცალი ხელითაც შეძლებს დედიკო რომ გახადოს პატარას მოაწესრიგოს და ჩააცვას უკან. და მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნივთით. აი, შემდეგი დასრულებული ნივთი არის როგორც იქნა დავასრულე დედისთვის მაისური პოლო, რომელსაც ვქსოვდი და გამოიყურება აი ასე. ესეც არ არის ჯერ გარეცხილი, რეალურად დამალულია უკვე ყველა ძაფი. უკვე დამუშავებულია ყველა ნაკერი, აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებულია, გარდა იმისა, რომ არ არის გარეცხილი. ეს აი ესე დგას ყელზე ჩაცმულ მდგომარეობაში. ძალიან მომწონს ნამუშევარი, როგორც გამოვიდა. მკლავები მოქსოვილია ხელით, რამაც მომცა შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად დავარდნილი იყოს, ვიდრე მანქანით ნაქსოვი. და ეს მკლავის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვარიანტია, იმიტომ რომ ხელზე არ იდგება გაშვერილი, არამედ იქნება დავარდნილი. დედაჩემის აქ ყოფნის პერიოდში ან მან მოიზომა და სიგრძე გვაქვს იდეალურად, საყელო გვაქვს იდეალურად და ერთადერთი იყო დარჩენილი მკლავები, რომელიც მოვქსოვე, დავამთავრე და მზად არის იმისთვის, რომ ნოემბერში, როდესაც წავალ დედასთან, უკვე წავუღო. მანამდე რა თქმა უნდა, გავრეცხავ და გარეცხვის პროცედურას აუცილებლად გაგიზიარებთ, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ვიდეო იყო, არაერთი კომენტარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაწესრიგებ ნივთს, ან როგორ ვრეცხავ, როგორ ვაშრობ და როგორ ვამზადებ, რომ მაქსიმალურად უკვე მზა პროდუქტი მივიღო. ესეთი პოლო გამომივიდა და ჯერჯერობით არის ეს ორი დასრულებული ნივთი, რომელიც მაქვს ამ ეტაპზე. დანარჩენი ყველაფერი არის პროცესი. დამოვიწყდა ამ ვიდეოს გადაღების დროს, გამემახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რეალურად კადრი გაჩვენეთ, სადაც ეს სათამაშოები მაღაზიაში მივიტანე. თუმცა დამავიწყდა მე თქვა რომ კიდევ 17 დამთავრებული სათამაშო მაქვს, სადაც იყო 2 იხვი, 2 სპილო, 2 კოალა, 2 ლომი, 2 ფლამინგო, 2 მელია, 1 ჟირაფი და 2 ბაჭია. აი ესეთი ასორტიმენტი გამომივიდა. ლანა გოლდი პროცესში გაჩვენებთ ახლა აბსოლუტურად ყველაფერს რაც მაქვს ზოგიერთ პროცესში განვითარება და ზოგიერთში არანაირი განვითარება არ მაქვს, მაგრამ ყველაფერს გაგიზიარებთ რომ ვიცოდეთ რაზე ვმუშაობ ახლა. და ასევე მაქვს ერთი ახალი დაწყებული ნივთი, რომელსაც არ გაჩვენებთ, სანამ არ დავამთავრებ. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის ჩემი მწვანე საროჭკის გამეორება, უბრალოდ ამ ნივთს ვსვობ დახურულ ჯგუფში. ახლა არის სულ ნაწყვეტები, ანუ ზურგის დეტალი, წინა დეტალი, იმიტომ რომ ვიდეოებს ვამზადებ, რომ გოგოებს ჩავუგდო ჯგუფებში და შეძლონ მოქსოვა და რადგან დასრულებული ნივთის იერი ჯერ არ აქვს, ჯერ არც ერთი ნაკერი არ მაქვს ეს გაკეთებული, ძალიან არაკომფორტულია ჩვენება. შესაბამისად, შემდეგ ვიდეომდე მე მგონი არავის გული არ დაზრდება ამ ნივთის არ ნახვისგან. დავიწყებ პირველი განვითარებით, რაც მაქვს და მაქვს აი ესეთ საყვარელ ტომარაში, თან ნელა-ნელა ახალი წლის განწყობაც მექმნება, იმიტომ რომ იმდენად აგრილდა, რომ დღეს უკვე ვხუმრობდით, რომ დროა გათბობა ჩავთო თქო იმდენად გრილა. და აქ მაქვს განვითარება, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ მაქვს იდეაში შეძენილი ძაფი.
და მოდით ბარემ ყველაფერს გაჩვენებთ, რაც შიგნიდევს. ძაფი გამოიყურება აი ასე. ეს არის ეს არის ლანა გროსას ძაფი, ლალა ბერლინის სერია, ბაფი ქვია თვითონ ძაფს, რომელიც არის აი ესეთი ლამაზი ფერი 009. მე მაღაზიაში სადაც შევიძინე, ანუ ბოლო 3 ცალი იყო დარჩენილი და მეტი აღარ არის. აქ გვაქვს 47% ბეიბი ალპაკა, 30% ბამბა და 23% პოლიამიდი. თუ ახლოდან დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ პოლიამიდის ძირზე არის დახვეული ბეიბი ალპაკა, რომელიც არის აი ესეთი ბეჟი ფერი და თეთრი არის ბამბა. ანუ ამ პოლიამიდის ძირზე არის დართული ეს ორი მასალა, ბამბა და ბეიბი ალპაკა. აქ გვაქვს 50 გრამი და 225 მეტრი. აი აქ თუ ჩანს ეტიკეტზე მთელი ინფორმაცია. ესეთი მქონდა 2 ცალი ჯერ მაქვს ხელუხლებელი და მესამედან უკვე დავიწყე ქსოვა. მესამედან კი მაქვს ესეთი ნივთი დაწყებული, ეს არის უნდა იყოს, აი, არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა ქვია ასეთ ნივთებს, პულოვერი არ არის, უფრო ვთვლი რომ რაღაცა თხელი ჯემპრის ვარიანტი იქნება. და მოკლედ, არ ვიცი ახლა როგორ გაჩვენოთ, ვქსოვ რეგლანით. აიკორდით მაქვს დაწყებული თვითონ გაფორმება, ეგრევე აიკორდი მოქსოვე, მე რეგლანის თვლები გადავანაწილე და დავიწყე ქსოვა, ვაკეთებ მატებას ჯამში 6 ადგილას, იმიტომ რომ რეგლანის ხაზები 2-4, არა, 10 ადგილას ვაკეთებ მატებას. 8 ჯერ ვაკეთებ რეგლანის ხაზებში და თითო-თითოს ვაკეთებ აი აქ. რომ ნელა-ნელა ეს სამკუთხედი ყელი შევკრა და მერე უკვე გადავიდე მთლიანად სიგრძის ქსოვაზე. პირველიდან მაქვს აი ესეთი მარაგი, როგორც ხედავთ, დანახვევია ძაფი უსტარულად, იმიტომ რომ ამ ძაფით უკვე მქონდა დაწყებული ქსოვა. არ გამომივიდა იზომა, რის მოქსოვასაც ვაპირებდი, რის გამოც დავარღვიე და გადავდე და რაღაცა მომენტში უცებ გადავწყვიტე, რომ თავიდან უნდა ვცადო. ზომა მინდა იყოს ოვერსაიზი, ჯერ მაქვს აი ესეთი მცირე ზომა მოქსოვილი, ანუ ჯერ ძალიან პატარა მაქვს მოქსოვილი. რეგლანის ხაზამდე კიდე დასრულებამდე დაახლოებით 10 სანტიმეტრი მაქვს დარჩენილი, 10-12 და ვქსოვ ამ ყველაფერს ნიტპროს კუბიკებით. სიმართლე გითხრათ, აღარ მახსოვს ზუსტად, მე მგონი ნიტპრო სიმფონი ქვია კუბიკებს. 5.5 მილიმეტრია და Mindful-ის ლესკა მაქვს გამოყენებული, რომელიც აი ამ ადგილას ტრიალებს და ძალიან კომფორტულია. პლუს ამას თვითონ ჩხირებიც არის სასიამოვნო პროცესში, არის მუქი ხისფერი, აი ასეთი. და ძალიან კარგად იქსოვება. ზომა მაკმაყოფილებს. ზოგადად კუბიკი ჩხირების ზომა არის 0.25-ით პატარა, ვიდრე Z არის მითითებული. ანუ Z არის მითითებული არა, წრიულებს რო შევადაროთ, ეს ხო კუბიკია და ანუ წრიულებს რო შევადაროთ, არის 0.25-ით პატარა. რადგან ეს არის 5.5, მრგვალ ჩხირებში უნდა ამეღო 5.25, რომელიც არ არსებობს. ამიტომ მომწონს ზუსტად ის ფაქტი, რომ მაქვს როგორც მრგვალები, ისე კუბიკები, იმიტომ რომ რეალურად მაქვს მეოთხედი ზომებიც და არის არაჩვეულებრივი სხვადასხვა სიტუაციებში. მოკლედ, ესეთი განვითარება მაქვს აი ამ ნივთზე. რო დავამთავრებ, -150 გრამი იქნება ჩემი მარაგებიდან, რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს. შემდეგი ნივთი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ და მაქვს პროცესში, ეს არის ჯემპრი, რომელსაც ვქსოვ Yarnart ქარიზმას ძაფით, აი ესე გამოიყურება. აგერ მაქვს 1 ცალი ხელუხლებელი გორგალი და ის რაც უკვე მაქვს მოქსოვილი, ერთ-ერთ წინა ვიდეოში გაჩვენეთ და იმის მერე ჯერჯერობით არაფერი არ დამატებია, აი ძალიან ცოტა დავამატე მკლავზე ნაქსოვი და დანარჩენი დარჩა ისევ ხელუხლებელი. ეს არის ჯემპრი, რომელიც მინდა რომ დავამთავრო ნოემბრის შუა რიცხვებამდე და ყველაფერი მიწყობს ხელს იმაში, რომ ეს გავაკეთო. თუმცა რაღაცა პერიოდი მქონდა ისეთი, როდესაც საერთოდ არ მინდოდა ჩხირებით ქსოვა.
მაქსიმალურად გადავერთე ყაიზნახზე, ძალიან ბევრი დასრულებული ნივთი მაქვს ყაიზნახით რეალურად ამ პერიოდის მანძილზე და ეს არაჩვეულებრივია. თუმცა მივხვდი რომ ეხლა უკვე რადგან აგრილდა, ძალიან მსიამოვნებ ჩხირებით ქსოვა და აგერ არის შედეგი. გუშინ წინ საღამოს დავიწყე 6 საათზე ამის ქსოვა და გუშინ მთელი დღე თითქმის სახში არ ვიყავით, ანუ მე და ჩემი მეუღლე გავიდით სასეირნოდ, ძალიან კაი ამინდი იყო და ანუ ჩემთვის კომფორტული ამინდი და სასეირნოდ წავედით და ნაწყვეტები რა თქმა უნდა უკვე ნახეთ და სხვათა შორის საღამოს გვიან დაუბრუნდით სახლში და დამრჩა ძალიან პატარა დრო, თუმცა მეყო დავამთავრე მაინც. ანუ იმდენად მოტივირებული ვიყავი ისევ ჩხერებით ქსოვაზე. რაც შეეხება აი ამ ნივთს, ახლა უკვე მაქვს განწყობა რომ დავუთმო დრო, დავამთავრო, პლუს ამას გათავისუფლდება ჩხირები და არ ვიცი რატომ აწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ მინდა რომ ნაბორში უკან ჩავაბრუნო ეს ფისოა. ნაბორში უკან ჩავაბრუნო ყველა ის ჩხერი, რომელიც ახლა არის პროცესზე და სიმართლე რომ ვთქვათ, პროცესში არ მაქვს ბევრი ნივთი. ზუსტად რომ ვთქვათ, მაქვს 1 2 3 4 ნივთი მაქვს ზუსტად ჩხირებზე. 4. რაც უზომოდ მაბედნიერებს, იმიტომ რომ როგორც იცით და არაერთხელ მაქვს გამეორებული, პირველ ვიდეოში 28 დასასრულებელი ნივთი გაგიზიარეთ და როგორც იქნა, ჩამოვედი, ეხლა მაქვს 4 ჩხირებზე და 1 ყაიზნახზე. 5 ნივთი ASE მყოფნის. ასე რომ გავაგრძელებ ესე ამ საქმეს. მოკლედ, ეს ნივთი სულ მქონდა 5 ცალი, ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად არის პროცესში. სულ მქონდა 5 გორგალი. შემდეგი ნივთი, რაც მინდა რომ გაგიზიაროთ, ესეც ასე თუ ისე ხელშეუხებლად არის ჩემს კალათაში მოთავსებული და წინის წინა ვიდეოში როგორც გაგიზიარეთ, ისეთ პოზიციაშია, ანუ ეს დასრულებულია, დარჩა მკლავები და დამუშავება და მივხვდი რომ აქ ჯერ უნდა დავამუშავო საყელო, მერე პლანკა და მხოლოდ მას მერე დავიწყო მკლავების ქსოვა. ეს არის ზაფები, ამას პლუს 1 ცალი თეთრი, რაც გამაჩნია მარაგში. თუმცა მივხვდი რომ მოვინდომო, მაქვს შესაძლებლობა 1 ცალი ყავისფერი ზაფის დამატების. შესაბამისად, აღარ ნერვიულობ და ეს პროცესი დიდად აღარ გავჩერდები ამაზე, რადგან ძალიან ბევრი ვიდეო, უკვე დაახლოებით 4 ვიდეო ერთი და იგივე ნივთს გაჩვენებს და დასრულებას ჯერჯერობით არ უახლოვდება. წინა ვიდეოში არ მიჩვენებია და წინა ვიდეოში რომ გაჩვენეთ იქ რა ეტაპზეც იყო ზუსტად იმ ეტაპზეა ახლაც, შესაბამისად აღარ გავჩერდები ამაზე. ბოლო ნივთი, რაც მაქვს ჩხირებზე, ეს არის ესეთი ნაწნავებიანი ზედის ზურგი, რომლის მიხედვითაც ვამზადებ ტექსტურ აღწერილობას და როგორც ხვდებით, ჯერ არც 1 მილიმეტრით არ ვარ წინ წასული, რადგან ჯერ კიდე იმ ეტაპზეა გაჩერებული, რომელზეც ბოლოს გაჩვენეთ. ანუ იმის მერე არაფერი არ შეცვლილა. ვინც არისით, ამას ყველაფერს ვქსოვ ესეთი საყვარელი ტომარა მაქვს, სადაც არის მოთავსებული brushed alpaca silk drops-ის წარმოება, სადაც გვაქვს შემადგენლობა 77% ალპაკა და 23% აბრეშუმი, 25 გრამზე 240 მეტრი და ძალიან ისეთი ფუმფულაძაფია, ანუ ვერ ვიტყვი რომ აი silk mohair-თან არის მსგავსებაში თქოს, საერთოდ არანაირად არ გვანან ერთმანეთს და ესეთი მაქვს 2, 4, 5 ცალი მაქვს კიდევ და მაქვს ასევე ძაფი, რომელიც არის Drops Fable, რომელიც არის კოდით 106, აქ გვაქვს 50 გრამზე 205 მეტრი, 75% შალი და 25% პოლიამიდი. ითვლება, რომ ესეთი შემადგენლობა არის კლასიკური წინდის ძაფის შემადგენლობა, თუმცა ჩვენ ხალხს არავინ გვიშლის, რომ ასეთი ძაფებით მოვიქსოვოთ სამხრე ნივთები,
ცოტა იკბინება, რაც ზუსტად იმიტომ, რომ წინდის ძაფად პოზიციონირდება, თუმცა ესეთივე შემადგენლობის ძაფებით ვქსოვ მე ხელთათმანებსაც და ძალიან მომწონს, რაც შეეხება Drops Brushed Alpaca Silks ამ ორი ძაფის კომბინაციით Fable-ი ძალიან დარბილდა, ძალიან სასიამოვნო გახდა პროცესში და უკვე ერთი ცალი სრულად მაქვს Brushed Alpaca მოქსოვილი და მე ერთი ცალი Fable-იდან დამრჩა აი ეს რაოდენობა. ეს Drops Fable მაქვს ჯამში, ესე იგი 3 ცალი, არა 4 ცალი კიდე და 5 ცალი მაქვს Brushed Alpaca Silk-ი. ანუ 1 ცალით მეტი Brushed Alpaca მაქვს გამოწერილი, რადგან მეტრაჟით მჭირდებოდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთი არ დამჭირდება. თუ Fable-ი მთლიანად გავიხმარე, მაგრამ წინ მოვლენებს არ გავუსწრებთ და ვნახოთ რა გამოვა. მოკლედ, აი ესეთი პროცესი მაქვს, ძალიან ლამაზი, მალინისფერი, სახალისო და აუცილებლად მოიქცევება. პროცესში არსებული ნივთები სულ ეს არის. ახლა მინდა გაგიზიაროთ ის გეგმები, რის მოქსოვასაც ვაპირებ მომავალში. ანუ პირველ რიგში ძალიან მინდა რომ დავასრულო ამ ჩემი პროცესებიდან, ანუ სამხრე ნივთებიდან 3 ნივთი მაქვს როგორც ასეთი თავისუფალი ქსოვაში და ერთზე იწერება ტექსტური აღწერილობა. ტექსტურ აღწერილობას არ ვეხები, ანუ როგორც მიდის ისე მიდის, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან დავტვირთო ჩემი გონება ამაზე ნერვიულობით და რაც შეეხება მშვიდ ქსოვას ჩემთვის, პირველ რიგში მინდა დავამთავრო აი ეს, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ამის სეზონი გვაქვს, იმ თხელ ბრეტელებიან მაიკაზე ზემოდან გადაცმა იქნება იდეალური ვარიანტი და მით უმეტეს ოდნავ რო აგრილდება, ძალიან რო არ ცივა და ასე შემდეგ, ანუ ძალიან კომფორტული იქნება ამ ნივთის ტარება. და შემდეგი რაც პირველ რიგში, მეორე რიგში უკვე, რადგან ეს პირველ რიგში ვთქვით, მეორე რიგში რაც მინდა რომ დავასრულო, ეს არის ჩემი არა, ჯემპრი, რომელსაც საჩუქრად ვქსოვ და ნოემბრისთვის უნდა იყოს მზად. ეს ორი ნივთი არის პრიორიტეტში, მაგრამ აუცილებლად დავიწყებ ახალ ნივთს, რომელიც იქნება ისევ აი ამ ვარდისფერი ძაფით, რომელიც მარაგებში მქონდა ერთ-ერთი ვარიანტი და გადავცვალე ფერი, შესაბამისად რაოდენობა არ შეცვლილა ჩემთვის. აი ესეთი ტვიდის ეფექტით არის ეს ძაფი. კომბინაციაში მინდა დავუმატო 2 სხვა ძაფით და მოვქსოვო კარდიგანი. ძალიან ისეთი თავისუფალი, oversize ზომა და V ფორმის საყელო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს V ფორმის საყელოები. მოკლედ, ესეთი კარდიგანი იქნება პროცესში და ეს იქნება ახალი ნივთი, რის ქსოვასაც დავიწყებ. ასევე ძალიან მინდა რომ აი ამ კომბინეზონს მოვუქსოვო წინდები და ქუდი. ეს ერთი საღამოს ამბავია რეალურად, დღეს საღამოსაც შეიძლება გავაკეთო თუ მოვიცალე. მაგრამ არა, დღეს არ მცალია. მოკლედ, ხვალ საღამოსაც თავისუფლად შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება და შემდეგი რაც მოიქსოვება და დავიწყებ, დიდი ალბათობით იქნება ჟილეტი, რომელიც ვცდები რომ ჟილეტის მოქსოვის შემდგომ თუ დაგაინტერესებთ, გაგიზიარებთ დასრულებულ ფოტოს, რომ ვიცოდით რასთან დაკავშირებით არის ესეთი აჟიოტაჟი ატეხილი ჩემი მხრიდან და გაგიზიარებთ ფოტოებს და თუ სურვილი გექნებათ, ისევ გავაკეთებ დახურულ ჯგუფს, სადაც ამ ყველაფერს მოვხსოვთ ერთად, რადგან ვთვლი, რომ ჟილეტები არის ძალიან კომფორტული ნივთები, ანუ ჟილეტებს გულისხმობ აქ, რომელიც არ იხსნება. კომფორტული ნივთებია, რადგან სხვადასხვა გრილ სეზონზე იქნება ეს შემოდგომა ზამთარი თუ გაზაფხული, შესაძლებელია მათი ჩაცმა როგორც მკლავიან ნივთებზე, ისე მაიკებზე, ისე დამოუკიდებლად, ისე უფრო თბილ ჯემპრებზე ზამთრის პერიოდში, ასე რომ ძალიან პრაქტიკული ნივთია. ჩემ გარდირობში აღმოვაჩინე, რომ ძალიან პრაქტიკულია და სამწუხაროდ მაქვს მხოლოდ ერთი ეგეთი. და ყიდვა მაღაზიაში რაღაცა სინთეტიკურის დიდი სურვილი არ მაქვს, ამიტომ გადავწყვიტე რომ მე თვითონ მოვიქსოვო. ასე რომ თუ დაგაინტერესებთ ამ დასრულებულ ნივთს როგორც კი გაგიზიარებთ, გამოვაცხადებ ონლაინ ქსოვის ჯგუფს, სადაც შეძლებთ რომ დაემატოთ და ჩემთან ერთად ქსოვოთ. რადგან გამოცდილება მკარნახობს უკვე მეორეს ვაკეთებ ესეც და მკარნახობს რომ ტელეგრამში
ბევრს არა გვაქვს Telegram-ი და გვაქვს WhatsApp-ი, თუ სურვილი გექნებათ, დამიკომენტარეთ და ის ჯგუფი რაც მაქვს Telegram-ში, ანუ ანალოგიურს გავაკეთებ WhatsApp-ში და ნელა-ნელა გადავიდეთ WhatsApp-ის მოხმარებაში და თუ სურვილი გექნებათ, მოკლედ WhatsApp-ში მექნება ჯგუფი, სადაც გაგიზიარებთ ხოლმე ჩემ ყოველდღიურ ქსოვას, თუ ინვეს რაიმე რჩევა დაჭირდება ჩემთან და პირდაპირ კონტაქტზე უნდა რომ არ მელოდოს კომენტარები ვიდეოს სახით როდის ვუპასუხებ, შეუძლია რომ პირდაპირ უცებ დამიწეროს კომენტარი WhatsApp-ში და მე იქვე ვუპასუხებ, ასე რომ მოკლედ ტავტოლოგია როგორზე გადავდოთ პასუხი. თუ გექნებათ მსგავსი რამე სურვილი, აუცილებლად კომენტარებში დამიწერეთ. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ ვიდეოს, დაგვრჩა ერთი ფაქტი. ეს არის შევაჯამოთ წინა პერიოდი, წინა 2 თვე, ივლისი-აგვისტოს პერიოდი. და გავიგოთ რამდენი ძაფის მოქსოვა შევძელი, რამდენი კილოგრამი მოგსოვე ჯამში, რა იყო ჩემი მარაგებიდან, რა მივამატე რაოდენობის კუთხით ჩემ მარაგებს და შევაჯამოთ ეს ყველაფერი. ამ ყველაფრისთვის მე მაქვს აი ესეთი პატარა საყვარელი ბლოკნოტი, სადაც მაქვს გაკეთებული ჩანაწერები და წინა ვიდეოში სადაც ეს ყველაფერი შევაჯამეთ, გაირკვა რომ მე მაქვს აი აქ ჩავწერ, აი ამდენი კილოგრამი ძაფი მარაგში, ანუ იმ ვიდეოს გამოქვეყნების ეტაპზე მქონდა ეს ყველაფერი. ამ პერიოდის მანძილზე ძაფების შენაძენები როგორც ასეთი არ მაქვს ჩემი მხრიდან გაკეთებული. ყველაფერი იყო გაკეთებული შეკვეთებისთვის. შესაბამისად, ის რასაც ყიდულობ შეკვეთებისთვის არ ვიწერ იმაში მარაგებში. ეს ვიცით. გადავიდეთ დასრულებულ ნივთებზე და ესეთი შედეგი გვაქვს. დავიწყებ რა მოვქსოვე და რამდენი გრამი იყო და ბოლოში გეტყვით რა იყო ჩემი მარაგებიდან და რა იყო შეკვეთით. ამ პერიოდის მანძილზე ალბათ სულ 2 შეკვეთა მოვქსოვე, ასე რომ ვაგრძელებთ ესე. მწვანე კაბა, რომელიც მოვქსოვე ყაისნაღით და აი აქ ჩავსვავ ფოტოს, ეს არის მოქსოვილი ტრისკელეს ფირმის ძაფით, რომელსაც ქვია საყვარელი კოტონი. აქ არის 25 გრამი 85 მეტრი, 50-50-ზე ბამბა და აკრილი და ჯამში დამჭირდა 17 ცალი, გორგალი 475 გრამს იწონის ესეთი კაბა. ასე რომ თქვენ თვითონაც გადაწყოთ მსგავსი კაბის მოქსოვას რომ იცოდეთ. სხვა შორის ანუ არ მიჭერს ღირებულებასაც გეტყვით 3 და 45 ღირს 1 ცალი გორგალი. შემდეგი არის ვარდისფერი კომბინიზონი, რომელიც იყო 200 გრამი. აი ეს დამრჩა და ჩამემატა მარაგებში, როდესაც გავაკეთე შენაძენები, იმიტომ რომ ვიცოდი რომ არ დამჭირდებოდა ზუსტად 400. მოკლედ ვარდისფერი კომბინიზონი 200 გრამი. ბადე ჯემპრი, რომელიც სხვათა შორის აი აქ არის ეს ჩემი ბადე ჯემპრი, რომელიც არის დასრულებულ და წინა ვიდეოში ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. იწონის 200 გრამს და ეს არის ჩემი მარაგებიდან. შემდგომ საროჭკა, რომელიც მოვქსოვე ლურჯ ფერში და წინა ვიდეოში საკმაოდ დიდი ყურადღება დავუთმე აი ამ საროჭკას და ახლა უკვე აღარ ჩავსვავ, თუ უბნებავთ გადადით და წინა ვიდეო იხილეთ. შევიძინე ძაფი და მოვქსოვე, ანუ მარაგებში მოვიწერე და მოვქსოვე, იმიტომ რომ ეს არის ყოველ შეკვეთა. 525 გრამი დამჭირდა ამ საროჭკის მოსაქსოვად და შეძენილი მქონდა 600 გრამი, ანუ 75 გრამი და მემატა მარაგებში. 75 გრამი. საწყისი წონა, როდესაც დავიწყე ამ ყველაფრის დაჯამება, ვილაპარაკე. ახლა გავაგრძელოთ. კაბა პერფორტუნას ძაფით, რომელიც არის ლურჯი ფერის, რაღაცა ჯინსის ფერი. მანქანაზე მოვქსოვე და ჯამში იწონის 400 გრამს. ესეც იყო ჩემი მარაგებიდან. ჩანთა ისპი, რომელიც არის ყვავილებით ულამაზესი და რომელიც ძალიან მომწონს. აი ეგ ჩავსვავ რამდენიმე ფოტოს, აი ძალიან ვამაყობ აი ამ ჩანთით, ამ ფოტოებით და იწონის 330 გრამს. ეს რაც მოვქსოვე და ქუდი 80 გრამი მანქანაზე მოქსოვილი და პლუს საროჭკა დივერსას ძაფით, რომელიც მოვქსოვე ჩემთვის. მწვანე ფერი და წინა ვიდეოში ამასაც ძალიან ბევრი
ვისაუბრე. ამ საროჭკის საქსოვად მოგიწვიეთ დახურულ ჯგუფში, სადაც ახლა კიდევ ერთ სალ მსგავს მოდელს გსოვთ და ეს საროჭკა იწონის 350 გრამს, რომელიც ასევე ჩემი მარაგებიდან წავიდა. პლუს ამას მოგსოვე მოხერის ძაფით ბაქტუსი, რომელიც ჯამში იწონიდა 90 გრამს და იყო შეკვეთით მოქსოვილი. ეს ყველაფერი დავაჯამებ და აი აქ დავწერ, რამდენი კილოგრამი ძაფის მოქსოვა შევძელი წინა 2 თვეში და ახლა აი ამდენი მოვქსოვე ჩემი მარაგებიდან, რაც უზომოდ მიხარია. პლუს ამას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემ მარაგებს მიემატა მხოლოდ 75 გრამი ძაფი, რაც არის აი მიზერული იმასთან შედარებით, რამდენი მოაკლდა და ჯამში დამრჩა აი ამდენი. აი ძალიან მიხარია და თან როდესაც ვიაზრებ იმ ფაქტს, რომ სექტემბრის თვეში მექნება მინუს აი ეს არის 250 გრამი, მინუს ჯემპრი 500 გრამი წითელი, მინუს 150 გრამი აი ეს, რასაც ვხსოვ მარაგებიდან, სხვას რომ არაფერს არ შევეხოთ. უკვე ძალიან მიხარია. პლუს ამას ვარდისფერი საროჭკა, რომელსაც დახურულ ჯგუფში ვხსოვთ და დაახლოებით 200-250 გრამი იქაც მოაკლდება ჩემ მარაგებს, მოკლედ ძალიან მიხარია. აი ასეთია ჯამური ციფრი, რაც მაქვს ახლა მარაგებში ძაფი და ძალიან მაკმაყოფილებს ეს ციფრი, იმიტომ რომ რა მიზანიც მქონდა, ნელა-ნელა ამ მიზანს ვუახლოვდები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ახალ წლამდე. სანამ ეს ყველაფერი დავიწყე მე იანვარში, კალკულაცია ჩემი მარაგების და ჩემს მარაგებში შემოსული და გასული ძაფის, ასე რომ იანვრის მდგომარეობით, უკვე შემდეგი წლის იანვრის მდგომარეობით ძალიან მინდა რომ ჩემს მარაგებს მქონდეს მინიმუმ -5 კილო. აი იმ საწყის წონასთან დაკავშირებით, რაც მქონდა იანვრის ვიდეოში გაჟღერებული. იქ რა ციფრიც გავაჟღერე, იმ ყველაფერს -5 კილო. რაც უკვე მიმატებული მაქვს და უკვე რეალურად პირველი რაც ციფრი გაჩვენეთ ამ ვიდეოში, ამ ციფრით უკვე ავწდი იანვრის თვეში გაჟღერებულ ციფრს. შესაბამისად, ესეც უნდა მოვაკლო და პლუს 5 კილოც. ძალიან აჟიტირებული ვარ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას, მშვიდ გარემოს, მშვიდ შემოდგომას, პროდუქტიულ შემოდგომას, უხს ბარაქიანს და ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ნახვამდის!